დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ. ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელიც ყველაზე დიდი ღირებულებაა ნებისმიერ საზოგადოებაში. და ვსაუბრობთ ადამიანზე მისი განვითარების ყველა ეტაპზე, ვსაუბრობთ ადამიანის ამა თუ იმ მახასიათებელზე, მიუხედავად ადამიანის ინდივიდუალური პარამეტრებისა და რა თქმა უნდა, მიუხედავად ადამიანის დიაგნოზისა. ძალიან ხშირად ჩვენ გვიწევს იმ წარმოდგენების გაქარწყლება, რაც არის დამკვიდრებული საზოგადოებაში. მაგალითად, წლების მანძილზე საზოგადოებისთვის სიტყვა სკლეროზი დაკავშირებული იყო მაგალითად მეხსიერების დაქვეითებასთან. ცალსახა იყო საზოგადოებაში დამკვიდრებული ასოციაცია და ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ ეს სიტყვა შეიძლება გაჩნდეს დიაგნოზში, რომელიც დაუსვეს ახალგაზრდა ქალბატონებს, სიცოცხლის უნარიან ქალბატონებს, მაქსიმალური სოციალური აქტივობის ფაზაში და ასეთ შემთხვევაში დიდი დაბნეულობა გამოიწვია ამ დიაგნოზმა, რადგან ამ შემთხვევაში სკლეროზს სრულიად განსხვავებული დატვირთვა ჰქონდა. და მე ვფიქრობ, წლების მანძილზე, როდესაც ჩვენ ყოველდღიურად ხვდებით პირდაპირ ეთერში ერთმანეთს, როდესაც მრავალი ათეული წელია უკვე გვაქვს ერთმანეთთან ასეთი თანამშრომლობა, საზოგადოება, ჩვენი გადაცემის მაყურებელი მიეჩვია იმას, რომ გაფანტული სკლეროზი გაჩნდა როგორც დიაგნოზი ფართო საზოგადოებისათვის ნაცნობ ნოზოლოგიათა რიცხვში. თუმცა თანამედროვე რეალობაში კიდევ ერთი ცვლილება არის თვალშისაცემი, როდესაც გაფანტულს ჩაენაცვლა მრავლობითი და მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ საუბრობთ ამ თემაზე ყოველთვის ცნობადობის ასამაღლებლად და დღევანდელი ჩვენი შეხვედრა მთლიანად ეძღვნება სწორედ საერთაშორისო თარიღს, რომელიც გაფანტული, იგივე მრავლობითი სკლეროზის ცნობადობის ამაღლებას ემსახურება. და განსაკუთრებით საყურადღებოა მთავარი სათქმელი, რომელიც მედიკოსებმა, პაციენტებმა, მათი ოჯახის წევრებმა ერთად შეარჩიეს და ამას ქვია მოგზაურობა მრავლობით სკლეროზთან ერთად. ჩვენს გადაცემას არქივში ძალიან ბევრი მასალა დაუგროვდა, უამრავი ისტორია გაჩნდა იმის დასტურად, რომ დიახ, ასეთი პირადი თავგადასავალი ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ამ ადამიანებისათვის ოჯახის მხარდაჭერა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი გახლავთ საზოგადოების ინფორმირება და საზოგადოების მხარდაჭერა. ტრადიციული შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ჩვენი ესა თუ ის გადაცემა ცნობადობის თარიღს ეძღვნება. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ყოველწლიურად ამ თარიღთან დაკავშირებით ხვდებით ერთმანეთს და ვაჯამებთ არა უბრალოდ განვილ წელს, არამედ იმ ცოდნასაც, რომელიც მტკიცებითმა მედიცინამ როგორც სიახლე დააგროვა. დღევანდელი ჩვენი გადაცემა არ გახლავთ გამონაკლისი და დღევანდელი ჩვენი გადაცემა სწორედ ამგვარ ტრადიციას აგრძელებს, რადგან ჩვენ საუბრობთ ისევ მრავლობით, ანუ გაფანტულ სკლეროზზე, ჩვენ საუბრობთ ისევ ცნობადობის ასამაღლებლად, იმის ხაზგასასმელად, რამდენად მნიშვნელოვანია ამ დიაგნოზთან ერთად თანაცხოვრება და მასთან ერთად მოგზაურობა ცხოვრების გზაზე და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ თარიღთან დაკავშირებით ჩვენ ტრადიციულად მასპინძლობთ ჩვენი გადაცემის მეგობარს და დღევანდელ სტუმარს, რომელიც გახლავთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ამავე უნივერსიტეტის პროფესორი, ნევროლოგი ქალბატონი მარინა ჯანელიძე. დილამშვიდობისა ქალბატონი მარინა. აღარც კი მახსოვს, რამდენ წლიანია ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა და მე შემიძლია ვთქვა, რომ უკანასკნელი 16 წლის მანძილზე თქვენ ყოველწლიურად ამ თარიღთან დაკავშირებით მტკიცებითი მედიცინის ყველა სიახლეს გვიზიარებთ ხოლმე. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ზოგჯერ გვიწევს საზოგადოების იმედის გაცრუებაც, იმიტომ რომ მაგალითად სოციალურ ქსელში ან პოპულისტურად ატეხილი კამპანია ადამიანებისათვის შეცდომაში შემყვანი შეიძლება აღმოჩნდეს მედიკამენტთან, მკურნალობის მეთოდთან, წარმოდგენებთან დაკავშირებით. თუმცა ჩვენი ამოცანა სწორედ ეს არის. მტკიცებულებების შესაბამისად, იმ ფაქტების შესაბამისად, რაც აქვს მედიცინას, უთხრათ ადამიანებს, რა იცვლება ამ დაავადებასთან დაკავშირებით. გაფანტული სკლეროზი ჩაანაცვლა ტერმინმა მრავლობითი სკლეროზი. მაგრამ რა შეიცვალა ამით? ტერმინებით ბევრი არაფერი იცვლება, მაგრამ დაავადების შემეცნებაში ნამდვილად ძალიან დიდი პროგრესია ზოგადად. პირველ რიგში ხა მე ვერ გეტყვით ეს რამდენად თქვათ მტკიცებით მედიცინას ემყარება, მაგრამ ჯერ საბოლოოდ დადასტურებული არის გარკვეული ვირუსების როლი მის განვითარებაში. ამ შემთხვევაში ვირუსი
ასრულებს ტრიგერის, ანუ გამშვები ღილაკის როლს. ხო ბოლო წლებში 1-2-3 წელიწადი აქტიურად არად განიხილება ერთ-ერთი ვირუსი, ეპშტეინ-ბარის ვირუსი, ეს არის ძალიან ცნობილი ვირუსი, მისი როგორც ტრიგერის როლი ამ დაავადების, ასე ვთქვათ, აი იმუნური ანთების ციკლის ჩართვაში, რასაც მოყვება შემდგომში მრავლობითი ანუ გაფანტული სკლეროზი. ნუ თქვენ საერთოდ თქვენ ქალბატონო მარი და ზოგადად ყველა საქართველოს ტელევიზიას ძალიან დიდი როლი მიუძღვის იმაში, რომ აი ცნობადობა დაავადების ამაღლდა. მე შემიძლია თქვა სრული პასუხისგებლობით, იმიტომ რომ ეს სიტყვა ტერმინი საერთოდ იყო განაჩენი, სკლეროზი, როგორც თქვენ ახსენეთ, სკლეროზი ეს იყო საერთოდ კატასტროფა. ეხლა საქართველოში მე თბილისს არ გულისხმობ, ჩვენს რეგიონებშიც ამ დაავადების შესახებ ინფორმაცია საკმაოდ კარგად არის გავრცელებული და აი ეს მე მგონი ძალიან კარგი მაგალითია ექიმების და მასმედიის სწორი თანამშრომლობის, იმიტომ ცნობადობას მარტო ჩვენ ვერ ავამაღლებთ და თქვენი როლი ნამდვილად ამაში არის შეუფასებელი. და ძნელია რომ ვინმე მაი გადააფასოს ის რაც თქვენ გააკეთეთ. ყველა ტელევიზია ამ შემთხვევაში, იმიტომ ეს იყო აი აიტაცეს ის აზრი რომ ეს საქართველოს უნდა გაიგოს ეს რა დაავადება. დღეს საქართველოს ეს დაავადება მართლა მე მგონი ადამიანი არ არის რომ სიტყვა გაფანტული სკლეროზი არ იცოდეს. ნუ მრავლობითი გაფანტული ეს ასე ვთქვათ ჩვენი გადასაწყვეტია, იმიტომ რომ დღეს დასავლეთში უკვე მრავლობითი სკლეროზებია მას. ეხლა რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? პირველ რიგში ეს ჩემი ძალიან სუბიექტური შთაბეჭდილება არის, რომ გაიზარდა ამ პაციენტების რაოდენობა. ეხლა ხშირად ამბობენ რომ ეს არის იმიტომ რომ ამოცნობა გაადვილდა. მარტო ესე არ უნდა იყოს შემისადეთ ეს გამპირობები. ანუ ფაქტობრივადაც გაიზარდა თქვენ ასეთი მომართვიანობა ამ რაოდენობის პაციენტები. ალბათ ისიც არის მნიშვნელოვანი რომ პაციენტებმა, რომლებაც უკვე ეს დაავადება ისაც აქვს, იმდენად კარგად იციან ეს დაავადება, რომ მსგავსი სიმპტომების მქონე პაციენტებს თვითონაც ამოიცნობენ ხოლმე. აი საახლობლებში, ნაცნობებში. მე მყავს მაგალითად პაციენტი, ვისაც მოუყვანია მეგობარი, რომ მე მგონი ამასაც იგივე სკლეროზია ქალბატონო მარინა. ეს აი ცნობადობის ამაღლების შედეგია და ამან ძალიან დიდი პროგრესი გამოიწვია იმ ხრივ რომ არავინ უკვე არ ერჩის ამ ადამიანს რომ ისინი არიან თქვათ სკლეროზით დაავადებულები და სამსახურში მათი ასე ვთქვათ მიღება რამდენად შესაძლებელია. ანუ სტიგმა შეირყა. ნამდვილად შეირყა და ეს არის მე ამას ყველგან ვამბობ, ეს არის ჩვენი მასმედიის ძალიან დიდი და ამ შემთხვევაში თქვენ რასაკვირველია ამ შემთხვევაში პირველ რიგში თქვენი დამსახურება, მაგრამ ზოგადად ეს აიტაცა ყველამ და ადამიანებს გააგებინებს. ეხლა მეორე პრობლემა, რომელიც ამ დაავადებას თან ახლავს, პრობლემა ამ შემთხვევაში ჯერჯერობით ჩვენთან პრობლემა, მაგრამ ბოლო წლებში მკვეთრად გაუმჯობესდა ამ დაავადების მკურნალობა. და მკურნალობა გაუმჯობესდება იმ თვალსაზრისით, რომ დაავადების აი შეტევა ახასიათებს, ეს მე მგონი ყველა მიცის. აი ამ შეტევების ასაცილებელი, ანუ იმუნურ სისტემაზე მოქმედი პრეპარატების რაოდენობა მე მგონი 2 წელიწადში ახალი პრეპარატი შემოდის. და ეს ნიშნავს იმას, რომ ამ დაავადების მქონე ადამიანები, რომლებიც როგორც თქვენ აღნიშნეთ, ახალგაზრდა ქალბატონები არიან, პრაქტიკულად ჯანმრთელად შეიძლება იცხოვრონ. მე გულისხმობ ცხოვრების ხარისხს. მათ დაავადება აქვთ, მაგრამ დაავადებასთან ერთად ისინი მშვიდობიანად თანაცხოვრობენ. დაავადება მათ პრობლემას არ უქმნის და ჩვეულებრივად საქმიანობენ, ოჯახში შვილებს აჩენენ. აი ეს ძალიან დიდი მნიშვნელობა ის არის ეს ფაქტი. და ჩვენ ქვეყანაში ხავთ სამწუხაროდ ჯერ საბოლოოდ ასე ვთქვათ ბოლო წრეზე ვერ წავედით, რომ ეს ამ დაავადების მკურნალობა, ეგრეთ წოდებული იმუნომამოდიფიცირებელი პრეპარატებით, ნუ აჭარაში რომ მიღებულია ეს თქვენ ვიცით, თბილისშიც უკვე მესამე წელიწადი არის და აი მთელ საქართველოზე ამ მკურნალობის გავრცელება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა და როგორც ვატყობინებენ ბოლო ეტაპზე ვართ, რომ თქვათ ქუთაისელმა, თელაველმა და ზუგდიდელმა და მარნეულმა ისევე იმკურნალოს, როგორც ამის საშუალება თბილისის და თქვათ აჭარის მაცხოვრებლებს. აი ეს არის ის პატარა ხინჯი, რომელიც ექიმებს ძალიან გვაწუხებს. აი გვაწუხებს, იმიტომ რომ თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ პაციენტი, რომელიც არ ცხოვრობს თბილისში და აჭარაში, ის ასე ვთქვათ, მას არ აქვს საშუალება, რომ მიუხედავად იმისა, იცის რომ ასეთი საშუალება არის თავისივე ქვეყანაში. ეს სოციალური ქსელები მოგეხსენებათ, როგორი გავრცელებულია ინფორმაცია, მე მგონი ჩვენზე სწრაფად პაციენტები იგებენ ინფორმაციას და ეს გარკვეული დისკრიმინაციის მიზეზი არის და მე ძალიან იმედი მაქვს, რომ ძალიან
ვაიმედებენ რომ ეს უახლოეს პერიოდში ეს უნდა შეიცვალოს ეს დამოკიდებულება. ასე რომ ამ დაავადების მიმართ გამეფებული ნიგილიზმი ნამდვილად შეიცვალა. დაავადება დღეს არის ის, რასაც ჩვენ შეგვიძლია მართოთ და ამ ადამიანებს ქალბატონებს ვახსენეთ, იმიტომ რომ ქალბატონებს უფრო ხშირად ემართება. ეს კითხვა მინდოდა დამესვა. უკაცრავად გერთობით, მაგრამ თქვენ ბრძანეთ წეღან საუბრის დასაწყისში, რომ მიუხედავად გაუმჯობესებული დიაგნოსტიკისა, მიუხედავად ცნობიერების ამაღლებისა, მიუხედავად საზოგადოების მაღალ ინფორმირებულობისა, მაინც პროფესიულ წრეებს აქვს შთაბეჭდილება, რომ რაოდენობრივადაც გაიზარდა დაავადების მაჩვენებელი და ჩვენ ტრადიციულად საუბრობდით ხოლმე კონკრეტულად გენდერულ თავისებურებაზე და საუბრობდით, რომ ახალგაზრდა ასაკის ქალბატონებთან დაკავშირებით შეიცვალა ამ ხრივ თუ შეიცვალა სურათი. ეს ძალიან საინტერესო საკითხია. ზოგადად, ეხლა ეს არის აუტოიმუნური დაავადება. მე მგონი თქვენი მაყურებელი იმდენად კარგად განსწავლულებს, რომ მომზადებული აუდიტორია ყავს ნამდვილად. აი იმუნური დაავადება, თქვა, მე ყოველთვის ყველას ვეუბნები, რომ წარმოვიდგინო, აი რევმატიზმი ყველა მიცის და ეს რომ წარმოვიდგინოთ, რომ აუტოიმუნური პროცესია ნერვულ სისტემაში და ეხლა ზოგადად ეს მიჩნეულია, რომ ქალბატონებში აუტოიმუნური დაავადებები უფრო ხშირია ვიდრე მამაკაცებში. ეს ასე ხა. ამასაც ძალიან საინტერესო ახსნა. ქალს იმუნური სისტემა ჟირდება უფრო მძლავრი, იმიტომ მან უნდა დაიცვას ზოგადად ნაყოფი. ამიტომ მისი იმუნური სისტემა უფრო აქტიურია და უფრო ხშირად ესხმის საკუთარ თავისსავე ანტიგენებს. ამ შემთხვევაში გაფანტული სკლეროზის ეს არის ნერვულ სისტემაში არსებული ანტიგენების მიმართ ანტისხეულების გამოშვება და რევმატიზმის დაახლოებით იგივე იდეას ვამბობ მე და ამიტომ აი ქალბატონებში იმუნური დაცვის გაძლიერება აუტოიმუნურ პროცესსაც უფრო ადვილად, ასე ვთქვათ, ჩართავს ხოლმე. ამიტომ ქალბატონებსა და მამაკაცებს შორის ეს განსხვავება რჩება, ეს არის 2.5-3 ერთზე დაახლოებით და ერთადერთი შეიძლება ასე ვთქვათ, რომ მამაკაცებში უფრო მძიმედ მიმდინარეობს. აი თვითონ პროცესი თუ დაუდგინდა უმეტეს შემთხვევაში მისი მიმდინარეობა ცოტა უფრო მძიმეა ვიდრე ქალბატონებში. იქაც ასაკობრივი ჯგუფი ახალგაზრდაა. ხა, ეს არის ახალგაზრდების და როცა იმუნური სისტემა აქტიურია და როცა ის ასე ვთქვათ ბრძოლისუნარიანია და ეს განსხვავება გენდერული რჩება და სიხშირე ისეთ ჩვენ რო ვთქვათ რომ დაავადება გახშირდა თუ არა უნდა ჩატარდეს ესეთ გზადებული ეპიდემიოლოგიური კვლევა. ამის საშუალება ჩვენ არ აგვაქვს, მაგრამ მომართვიანობას, მე ხა მომართვიანობას იცით, ყველა ქალაქში, ყველა კლინიკაში ეს პაციენტები უფრო მეტი რაოდენობით გაჩნდნენ, ვიდრე იყვნენ. ხა მარტო ცნობა და ამოცნობის უნარს ვერ დაუკავშირებთ ამას ახლა. ერთი რა შემიძლია გითხრათ, რომ ახლა აი ძალიან ისეთ საინტერესო ფაქტია. მოგეხსენებათ, საქართველოს ძალიან გატაცებულია ვიზუალიზაციიდან გადაღებით. ახლა ეს რატომ არის ეს სხვა საკითხია. და არის ხოლმე რომ სრულიად ისეთი მინიმალური ჩივილის გამო აქტიურად ყველა იღებს ასე ვთქვათ ტომოგრაფიას. მაგნიტური რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი ბევრად მეტი გვაქვს, ვიდრე გვჭირდება, მაგრამ ისინი ფუნქციონირებენ და აი რა გამოჩნდა ამ ბოლო დროს, რომ სხვა მიზეზით მისული ადამიანები ზოგადად ყველაზე ხშირად ეს არის თავის ტკივილი, ბანალური. თავის ტკივილის გამო სულ შიში აქვს ადამიანებს, რომ რამე პრობლემა ხომ არ არის და ძირითადად ონკოლოგიურ რისკებზე ალაპარაკი. აღმოჩნდება, რომ გადაიღებენ ამის გამოსვლა და იქ აღმოჩნდება ის კერები, რომლებიც ტიპიურია გაფანტული სკლეროზისთვის და აი ეტყობა ეს ფაქტი მარტო საქართველოში არ მოხდა, იმიტომ რომ ტერმინი შემოვიდა რადიოლოგიურად იზოლირებული გაფანტული სკლეროზი. ეს ჩვენთან არ შემოვიდა მსოფლიოში. ესე იგი ადამიანს ჩივილი არ აქვს. არანაირი გამოვლინება არ აქვს. კლინიკური გამოვლინება არ აქვს. რაღაცა მიზეზის გამო მან გადაიღო მაგნიტური რეზონანსული ტომოგრაფია და იქ აღმოჩნდა ის კერები, რომლებიც აბსოლუტურად ტიპიურია გაფანტული სკლეროზის. ყოველთვის დასტურდება შემდგომ ეს. ეხლა აი ეს ისეთი საკითხია, რომელზეც ძალიან დიდი დავა არის დასავლეთში, რომ აი ამ შემთხვევაში პაციენტს უნდა დაუწყოთ თუ არა მკურნალობა. იმიტომ რომ ეს უკვე ის წინაპირობა, რომ ალბათ ადამიანს ეს დაავადება გამოვლინდება კლინიკურად. მაგრამ არ ვიცით როდის. ხო, არ ვიცით როდის. და ჩვენთანაც აი ესეთი პაციენტების რაოდენობა, რომლებიც იღებენ უმეტეს შემთხვევაში თავს, აი როგორც მოგითხარით, თავის ტკივილის გამო და აღმოჩნდება იქ უკვე განგაშის ზარირექს, რომ დემიელინიზაციის, ანუ ეს არის სპეციფიური კერებია და სასწრაფოდ ნევროლოგთან. და დამერწმუნეთ, ნევროლოგები ასე დროს განსაკუთრებული გულისყურით ეცნობიან ანამნეზს, იმიტომ რომ ხა დაავადება არის ძირითადად ანამნესტური მონაცემებით უნდა გავარკვიოთ, იყო თუ არა შეტევა და
უმეტეს შემთხვევაში ესეთ პაციენტებს არავითარი პრაქტიკულად ანამნეზი არ აქვს. ანამნეზი მეგობრებო კლინიკური ანამნეზი. და ეს უკვე არის ერთი დილემა. ამ პაციენტს აქვს გაფანტული სკლეროზი. დასავლეთში უკვე თვლიან, რომ ეს არის უკვე დებიუტი, რომელიც რადიოლოგიურად უფრო ადრე გამოვლინდა, ვიდრე პაციენტმა ის ამოიცნო. აი, როდესაც ანამნეზი ახსენეთ, ახლა ჩვენ პრაქტიკულად ვასრულებთ საუბარს, ყველა ისტორია იწყება და ზოგჯერ მივყავართ ამ ისტორიას ჩვენ სამედიცინო ისტორიასთან, ხო? ჩვენი ადამიანური ისტორია შედგება აუცილებლად ისეთი კომპონენტისგან, როგორც სამედიცინო ისტორია და განსაკუთრებით, როდესაც ეს ისტორია ერთ კონკრეტულ დაავადებას უკავშირდება. ასეთ საეჭვო ანამნეზში იგულისხმება ოჯახური ისტორია, ოჯახური დატვირთვა აქვს ამ დაავადებასთან დაკავშირებით საყურადღებოში. ეს ძალიან იშვიათია, მაგრამ არის. აი თქვათ არიან ოჯახები, სადაც ოჯახში, მაგრამ ეს არ არის ასე ვთქვათ, აი გამონაკლისია, მოდით ესე ვთქვათ. ამიტომ ამისი შიში, რომ აი მემკვიდრულია, გადაეცემა, არა. მაგრამ არსებობს და ყოველთვის ანამნეზი, აი სხვათა შორის ეხლა სიტყვა ანამნეზი ეს ექიმებისთვის ძალიან ნაცნობი სიტყვაა. სამწუხაროდ დღეს ანამნეზს იმ ხელმისაწვდომობა აღარ ენიჭება. ეს ჩვენ ვიცით რომ ანამნეზით იწყება დაავადება და შესაძლებელია კარგ ექიმმა მხოლოდ ანამნეზით ამოიცნოს დაავადება. ეხლა ჩვენ რაღაცა გარკვეული ისა გვაქვს გამოკვლევების მიმართ და უნდა გამოვკითხოთ პაციენტს რა აწუხებს და მით უმეტეს ნევროლოგიური დაავადებები უმეტესობა არის ქრონიკული. და ქრონიკული დაავადება მიმდინარეობს მთელი ცხოვრება. ამიტომ აი როგორ მიმდინარეობს ჩვენ თუ ამას ჩავკითხავთ მით უმეტეს ამ დაავადების მქონე ადამიანებს, ნუ ეს მნიშვნელოვნად გაგვიადვილებს გარკვევას რასთან გვაქვს საქმე. ვიდრე დავემშვიდობებით მაყურებელს, რა ნიშნები არის საყურადღებო, რომელიც არ უნდა დატოვოს ყურადღების მიღმა ხალბატონმა. რამდენიმე გარდამავალი ხედველობის დაქვეითება. ხო, გარდამავალი ეს არის ნახევარი წუთი არა. 1-2 დღე ვერ ვხედავ და მერე დავინახე. ხელფეხის დაბუჟება, ოღონდ 15 წუთი არა, 2-3 დღე დაბუჟებული მაქვს გამიარა. 2-3 დღე წონასწორობას ვკარგავ და 2-3 დღე მინიმალური და გამიარა. ხელფეხი გამიჩერდა, ხელფეხი გაჩერება, ანუ პარეზი უფრო მნიშვნელოვანია. შემეზღუდა. ხო, შემეზღუდა, რაღაცა ვერ მოძრაობ და გამიარა. ოღონდ ეს კიდევ ამბობ, ეს არ არის თქვა წამიერი ნახევარი საათი, ეს უნდა გრძელდებოდეს რაღაცა პერიოდი, 1-2 დღე მაინც. აი თუ გარდამავალი სიმპტომები გაქვს, რომლებიც პრაქტიკულად უკუღარ ვითარდა ყოველგვარი ნარჩენი მოვლენების გარეშე, აი ყოველთვის უნდა ისეთ ხშირად აი ამ რიტმში ადამიანი ამას ნუ არ აქცევს ყველას გამიარა. ხო, გამიარა. იციან და გამიარა. მაგრამ აი რომ გაგიარათ, ამაზე ყოველთვის უნდა ვიყოთ ყურადღებით. ოღონდ ხა მე შფოთვას არ გულისხმობ, რომ ამაზე ზედმეტი ვიშფოთოთ. უბრალოდ უნდა თუ გაგრძელდა 2-3 დღე, ყოველთვის უნდა მივმართოთ ექიმს. შეიძლება გაგვიაროს, მაგრამ მაინც უნდა მივმართოთ ექიმს. ძალიან დიდი მადლობა ხალბატონ მარინა. მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის, მრავალწლიანი მეგობრობისთვის და იმ შესაძლებლობისთვის, რასაც თქვენ ყოველთვის გვაძლევთ, რომ ეს ტრადიცია არ დავარღვიოთ და წლიდან წლამდე საზოგადოებას გავუზიაროთ. ჩვენ სხვა თემებზეც ხვდებით ერთმანეთს, მაგრამ სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით გავუზიაროთ საზოგადოებას, რა გვაქვს ახალი სათქმელი წლევანდელ თარიღთან დაკავშირებით. მაყურებელს შევახსენებთ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ამავე უნივერსიტეტის პროფესორი მედიცინის მეცნიერება და დოქტორი, ექიმი ნევროლოგი ხალბატონი მარინა ჯანელიძე. მე არ გემშვიდობებით, წინ კვებითი შუქნიშანი გველოდება. ტრადიციული კვებითი შუქნიშანი სამფერია. თუმცა მრავალფეროვანია ყველა ის პრობლემა, რომელზედაც ჩვენ გვიწევს საუბარი. თავისი არსით არის პრობლემები მრავალფეროვანი, აღარაფერს ვსაუბრობ იმ რეკომენდაციებზე, რომელიც კვების სახით უნდა მოვარგოთ ამა თუ იმ დიაგნოზს. განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, როდესაც ვსაუბრობთ გაფანტულ სკლეროზზე, ეგრეთ წოდებულ მრავლობით სკლეროზზე და ასეთ შემთხვევაში წარმოდგენა საზოგადოების არის წინააღმდეგობრივი. რომელი ფაქტორი უნდა გამოვყოთ სამი ფერიდან, როდესაც შუქნიშანზე ვსაუბრობთ? რომელი ფაქტორი უნდა გამოვყოთ იმ მრავალფეროვნებიდან რეკომენდაციებისა, რომელიც არის კვებაში? რასაკვირველია, თანმიმდევრულად შეიძლება ბევრ მოდელზე ვისაუბროთ, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი, რომელიც კვებას უკავშირდება და რომელიც შეიძლება იყოს განსაზღვრელი ცხოვრების ხარისხის ამ დიაგნოზის მქონე ადამიანების შემთხვევაში, აღმოჩნდა სხეულის მასა.
სხეულის მასა ძალიან ბევრი დაავადებების დროს წარმოადგენს სიფრთხილით გასავლელ ზონას. სხეულის მასა შეიძლება განვიხილოთ ყველა სისტემასთან, ყველა ორგანოსთან კავშირში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მას აქვს განსაკუთრებული დატვირთვა, მაშინ, როდესაც სწორედ მრავლობით სკლეროზზე ვსაუბრობთ. განსაკუთრებული დატვირთვა თავად დაავადების მიმდინარეობისათვის, დაავადების გართულებებისათვის და ზოგადად აქედან გამომდინარე ადამიანის ცხოვრების ხარისხისთვის. ამიტომ რაზე გავამახვილოთ პირველ რიგში ყურადღება, როდესაც კვებით რეკომენდაციებს ვარჩევთ გაფანტული სკლეროზისთვის, მრავლობითი სკლეროზისთვის, უპირველეს ყოვლისა, კრიტიკულად შევაფასოთ სხეულის მასა და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყოთ ფიქრი, როგორი უნდა იყოს კვების მოდელი. კვების მოდელისთვის შეიძლება ვეძებოთ ჯადოსნური პროდუქტები. ან ჯადოსნური ნივთიერებები, თუმცა ამგვარი არ არსებობს და დღევანდელი მოსაზრებები, ყველაზე თანამედროვე მიდგომა გულისხმობს არა რომელიმე ერთი პროდუქტის განსაკუთრებულ გამოყენებას, არამედ დაბალანსებულ კვებას. არის სხვადასხვა კვების მოდელი, სხვადასხვა დროს გამოყენებული ამ დაავადებასთან მიმართებაში. მე ახლა ისტორიით თავს არ შეგაწყენთ, მსგავსი გამოცდილება ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში დააგროვა მედიცინამ. როდესაც კონკრეტული პროდუქტების შეზღუდვა ხდებოდა, როდესაც კონკრეტული პროდუქტების კონტროლი იყო ძალიან მკაცრად განსაზღვრული. მაგრამ გამოცდილებამ აჩვენა, თუ შევადარებთ მაგალითად ხმელთაშუა ზღვის კვების მოდელის გამოყენებას, ზოგადად დაბალანსებული კვების მოდელის გამოყენებას, ყველა ცალკეულ ფაქტორზე მორგებულ კვებას აღმოვაჩენთ კონკრეტული კვლევების საფუძველზე, რომ დაბალანსებული კვება, რომელიც თეფშზე იყრის, ბევრად უფრო ეფექტიანია და ბევრად უფრო უსაფრთხო და სარგებლიანია ამ დიაგნოზის მქონე ადამიანებისათვის. რასაკვირველია, აქ იგულისხმება ყველა ჯგუფის პროდუქტების გამოყენება იმის კონტროლით, რომელი პროდუქტები უწყობს ხელს ანთებას, რომელი პროდუქტები უწყობს ხელს ორგანიზმის სწორნასწორობიდან გამოსვლას. თუ შევთანხმდებით, რომ ავტოაგრესიაზეა დაფუძნებული ეს პროცესი, მაშინ ნებისმიერი აგრესია და ნებისმიერი ანთება შეიძლება წავახალისოთ პროცესირებული პროდუქტებით, რაფინირებული პროდუქტებით, დანამატებით დატვირთული პროდუქტებით, მაღალტექნოლოგიური პროდუქტებით და პირიქით ჩავაქროთ ეს პროცესი ნედელი და ნატურალური ბოსტნეულის, ხილის, მარცვლეულ ბურღულეულის, თხილეულის, თესლის, სწორედ შერჩეული ცილების გამოყენებით. ეს იყო ის მთავარი პრინციპი, რომელიც მინდოდა შემეხსენებინა დღეს თქვენთვის და არა ერთი ჯადოსნური რომელიმე პროდუქტი დამესახელებინა შესაძლოა თქვენი მოლოდინის მიუხედავად. ეს იყო მთავარი სათქმელი, რომელიც ამ თარიღთან დაკავშირებით აქვს თანამედროვე მტკიცებით მედიცინას და მთავარი გზავნილები წონის კრიტიკულ შეფასებასთან დაკავშირებით და საკვების მოდელის, კვების მოდელის, საკვების შერჩევის, ულუფის, რაციონის წონასწორობასთან დაკავშირებით. ამით გემშვიდობებით, ჯანმრთელობას და ღირსეულობას გისურვებთ.